მაგას ვაკეთებ საღამოს და არც ძილის წამალი მინდა და არც არაბელს არ ვსვამ. იმდენად დაგამშვიდებს მდგომარეობის სავარჯიშო, რომ ძილიც თავისებურად ბუნებრივი ძილი დგება. ქალბატონო დალი, ეხლა მე მაინტერესებს თქვენ რა შედეგები გაქვთ, როცა აკეთებთ მასტერგასაღების სავარჯიშოებს? და ეს რო არ იყოს რა მეშველება, არ მეხმარებოდის, მე კურსზე არ წამოვიდოდი, მე თქვენი მოსწავლე იყო კიდე ნანა ხარაიშვილი. ნანა მითხრა, მე გავიარეო მაგი ორჯერ, არ გაწყვიტოვო, მოусმინეო, დაუჯერეო, დალიო და ნახე რა კარგად იქნებიო. ნანამაც ძალიან დიდი რეკომენდაცია გაგიწია თქვენ. დავიწყე მომეწონა ის გაკვეთილები, რასაც თქვენ კარნახობდით, განსაკუთრებით ის მდგომარეობის სავარჯიშო. დავიწყე 5 წუთით, 10 წუთით, თუ თქვენ წუთამდეც მივედი. თქვენ მეხმარა ეს სავარჯიშოები ძალიან, იმიტომ რომ საერთოდ რო შევიბოჭებოდი, არ მინდოდა არავის არც ნახვა, უნდა დამელია ჩამეყლაპა ის წამალი, რაც ღებულობ ნევროლოგიური, იმას მე ის მაგარი სავარჯიშოა, მდგომარეობის სავარჯიშო, ძალიან მომწონს. რო დაჯდები, შენ თავთან განმარტოვდები და მშვიდად ვარ მე, ამ მშვიდა და ძილიც აკაი. მე მაგას ვაკეთებ საღამოს და არც ძილის წამალი მინდა და არც არაბელს არ ვსვამ. იმდენად დაგამშვიდებს მდგომარეობის სავარჯიშო, რომ ძილიც თავისებურად ბუნებრივი ძილი დგება. ფიქრობ არგზე ადამიანები თუ ამჩნევენ თქვენს ცვლილებებს, ეგეც გითხარი. როგორ არ ამჩნევენ? ჩემი შვილებიც ამჩნევენ, ჩემი რძალი ამჩნევს, ვინც დადის ჩემს ოჯახში. ამჩნევენ, რომ მაგ გაუმჯობესება. ძმისშვილი მყავს კიდე ექიმი გოგო, იმანაც იცის. ხო და კიო დალი მამიდა, შენო გეტყობაო აჩქარა გაუმჯობესება, ხასიათიც გამოგიკეთდაო, ადრე იყავიო. თქვენ ხართ ჩემი ფავორიტი მონაწილე მენტალური ზრდის აკადემიაში. აი, ვინც კი მყოლია, მე-7 აკადი უნდა დავიწყოთ ახლა. მადლობა. ყველაზე ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ, ასეთი ყოჩაღი გოგო ხარ. ჩემი ახლობელი, აი ჩემი გულის ნაწილი არ ხართ თქვენ, რო იქ მოდის სავარჯიშო, ნინიმ გამიხსენა, ნინი მომწერა, რაღაცა ახალს კიდე მომაწვდის და აი მართლა ასე ვარ განწყობილი. მეც ასე ვარ. აი მე